ხშირად სვამენ კითხვას, რომ მეორეთ მოსვლა არის თუ არა მოახლოებული. როდისაა მეორეთ მოსვლა, ეს იცის მხოლოდ მაღალმა ღმერთმა. ანგელოზებმაც კი არ იცის ჟამი. მაგრამ უფალმა ჩვენ გვითხრა ნიშნებით უნდა მიხვდეთო, რომ ახლოს არის ჟამიო, ანუ სამყაროს დასასრული. მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემო ძვირფასებო, მეორეთ მოსვლა იქნება მაშინ, როდესაც კაცობრიობა საბოლოოდ გაირყნება, გაიხრწნება მორალურად და გადაგვარდება სულიერად. მაგალითად, ჩემი ბიჭობის დროს, ახალგაზრდობის დროს, მამათმავლობა ეს ნორმა კი არა. ამ თემაზე საუბარიც კი სირცხვილად ითვლებოდა. დღეს ეს მთელ რიგ სახელმწიფოებში, სახელმწიფო დონეზე კანონმდებლობით არის ნორმად მიჩნეული და ეს მთელი რიგი სახელმწიფოები არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური იდეოლოგიის სახელმწიფოები, ცივილიზებული ქვეყნები, როგორც ისინი თვითონ უწოდებენ ამ ქვეყნებს, ცივილიზებული ქვეყნები. მაგრამ ეს კიდე არ არის დასასრული, ჩვენ მალე ვიხილავთ ისეთ ცივილიზაციას, რა თქმა უნდა ცივილიზაცია ბწყალებში, სადაც ნორმა იქნება სახელმწიფოს დონეზე დაკანონებული ნორმა, თუ როგორ მიყვება გოგო ცოლად მამას ან ბაბუას და როგორ მოყავს ცოლად ბიჭს დედა ან ბებია და ასევე. ეს ხო წარმოუდგენელია ახლა, მაგრამ დააკანონებენ ამას ნორმად. ეს შორს არ არის. ვიღაც იტყვის, რომ ასეთი ახლაც ხდებაო და განსაკუთრებით ჩვენ ჩრდილოელი სახელმწიფო ყავთ ადრესატად. არანაირი ცოდვა, რომელიც მომავალში შეიძლება შეიქმნეს, არ არსებობს. ყველა ცოდვა უკვე ხდება და ხდებოდა. მაგრამ სახელმწიფო დონეზე დაკანონება არ ხდებოდა ამ ცოდვის. ცოდვას ეწოდებოდა ცოდვა. ეს მდგომარეობა სხვა რეალობა არის. მაგრამ როდესაც სახელმწიფო აკანონებს ცოდვას როგორც ნორმად, აი ეს არის უკვე ქვეყნის სულიერი გადაგვარება და მორალური გახრწნა. თუ კი დედამიწაზე ბოლომდე არ გადააგვარებენ ყველა ერებს, ზნეობის ერთგული ერები უნდა ფიზიკურად მოსპონ. მათ უნდა ჩააგდონ ატომური ბომბები, ამოწყვიტონ ისინი და ასე შემდგომ. ამის ნიშნებით შეინიშნება. აი მაგალითად აზიაში არ არის გამორიცხული, არ ვიცი, 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ატომური ბომბი ისროლოს ამერიკამ. უკვე თეორიაში არსებობს ეს. არა მარტო აზიაში. მაგრამ აქ არის კიდე ერთი დეტალი ძვირფასებო. კანიბალიზმი ნორმად უნდა დაკანონდეს ადამიანის ხორცის ჭამა. იმ ამბის მერე ძვირფასებო, როდესაც ეგრეთ წოდებული ეპშტეინის ფაილები გავრცელდა. თქვენ თუ იცნობთ ვინმე ლიბერალს, გინდა საქართველოში, გინდა ხელისუფლების მხარდამჭერი ლიბერალი, ქოცი ლიბერალი, გინდა ეგრეთ წოდებული პროდასალური ნაცი ლიბერალი, კოლექტიური ნაცი ლიბერალი, რომლებთა პირიდან ამოვიდა შემდეგი ტექსტი. ეს სად მივდიოდით, სად მივაქანებდით ქვეყანას. ანუ თუ იცნობთ რომელიმე ლიბერალს, რომელიც ამით შეწუხდა. არა, მეგობრებო, არც ქოცი ლიბერალს და არც ნაც ლიბერალს.
ეპშტეინის ფაილების მათი არ მოუხდენი არანაირი ზეგავლენა. მათთვის დასავლეთი ისევ ცივილიზაცია არის. უბრალოდ ხოცი ლიბერალები შეწუხებულები არიან ასეთმა კაი ცივილიზაციამ ხელი რატო უკრაო, ხოლო ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცი ლიბერალები კი იძახიან, იქ აუცილებლად შევიდეთ, ხოცები გვიშლიან ხელსო. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ეს არის. ასე რომ გადაგვარების პროცესი მაგ მიმართულებითაც მიმდინარეობს. არ ვიცი ბატონებო, როდის იქნება მეორედ მოსვლა, ეს ანგელოზებაც არ იციან, თუმცა ჩემო ძვირფასებო, დანამდვილებით ვიცი, რომ მეორედ მოსვლას გუშინ საკეთ ერთი დღით მიუახლოვდით. ნალოცვილი გამყოთ მაღალმა ღმერთმა ჩემო ძვირფასებო. ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ღმერთისთვის ბრძოლა გადაგვარჩენს უფლის წინაშე, როცა წავდგებით.